ვნების შვიდეულის თითოეულ დღეს თავისი დატვირთვა აქვს შესაბამისად ტაძრებში ღვთისმსახურებაც განსხვავებული წესით სრულდება. დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. 12 ვნების სახარება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იკითხება. ეს არის 4 სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი მაცხოვრის ვნების შესახებ. ღვთისმსახურებაზე მორწმუნეები ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულის გამოხატულება, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნაა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება ის საგალობელი, რომელშიც ასახულია ეპიზოდი, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება. აღსანიშნავია, რომ მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმას ემთხვევიან. სამების საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა. შეგახსენებთ, რომ ხვალ დიდი პარასკევის ღვთისმსახურება შუადღის 2 საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს აღესრულა. დიდ პარასკევს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.